200 გოგო გაიცნო დღეს? აცმაო, კაცი 200 გოგო გაიცნო დღეს, გენაცვალე. ბრავო, სულ თბილისობა უნდა იყოს მაშინ ყოველ დღე. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს არის თბილისობა. ძალიან ბევრი ადამიანი ახლა გამოსული და ერთად უნდა აღვნიშნოთ დღევანდელი დღე. ასევე გილოცავთ მარიამობას, ღვთისმშობლობას. ყველას ძალიან მაგარ დღეს გისურვებთ და მაგარი წელი და ძალიან მაგარი ემოციები ყველასთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გამოსულები ვართ სოკარის გუნდთან ერთად. აგე აქ რო არიან, ჩემ გულში რო არიან, ძალიან მაგარი ადამიანები და გვინდა რომ დღევანდელი დღე კიდევ რამდენიმე ადამიანს კიდევ უფრო მეტად აუბედნიერო დღევანდელი დღე გადავცეთ 10 ლიტრი საწვავი, რენდომ შევარჩევთ რამდენიმე ადამიანს და დაუსვამთ უმარტივეს კითხვებს, თუ სწორედ გვიპასუხებენ ისინი დასაჩუქრდებიან სოკარის საწვავით. დღევანდელ ვიდეოში კი მარტო არ ვიქნები და დამეხმარება ჩემი მეგობარი ნიკოლოზი, რომელიც არაერთხელ გამოჩენილა ჩემ არხზე და ვინც ჩემი დიდი ხნის მაყურებლები ხართ, კარგად გეცოდინებათ. ჯერ მინდა ნიკოლოზს ვკითხო, როგორი განწყობით ხარ და მზად ხარ თუ არა, რომ რამდენიმე ადამიანს რამე ისეთი კითხვა დაუსვათ. განწყობა ძალიან კარგი, რა თქმა უნდა მზად ვარ. სასაცილო კითხვებიც ხო არ დავუშვათ. ყველაფერთან ერთად რომ თბილისის თემატიკის გარშემო უნდა ვიტრიალოთ ძირითადად, რა თქმა უნდა, ხო, რომ დღესასწაულთან მიახლოებული იყოს კითხვები, მაგრამ ისეთი გადაობა კითხვებიც რომ გავახალისოთ. აუცილებლად. სახალისე რომ გამოვიდეს. გავიდეთ მოკლედ ეხა და რენდომ რომელიმე ადამიანი შევარჩიოთ, გამოველაპარაკოთ, კითხოთ დღევანდელ დღეზე, მიულოცოთ და მოდი პირველი კითხვას ვინ დასვავს, მე და შენში გადავწყვიტოთ, ჯეირანი ვითამაშოთ. დავაი. ერთამდე? ერთამდე. აი. ჯეირანი. წავედი. ნიკოლოზმა მომიგო, პირველი კითხვა იქნება ნიკოლოზის და ამასობაში მეც მოვიფიქრებ შემდეგ კითხვებს. თან დაგათვალიერებინებთ აქ რა ხდება, რა ვითარებაა. ირგვლივ არის მწვადი სუნი. რო არ გშიოდეს და გამოიარო, უეჭველი მოგშიდება. კარგი გარემოა სხვათა შორის, არ ველოდი ესეთი ამბავი თუ დამხვდებოდა და გავიაროთ და შევარჩიოთ პირველი გამარჯვებული ვინ შეგვხვდება. წავედით? წავედით. ნიკოლოზ მიდი აბა არჩი ხა შემხვედრი ნებისმიერი ადამიანი და ვკითხოთ. აი ეს გოგო გავაჩეროთ მაგალითად. გამარჯობა YouTube არქივისთვის, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ, წინააღმდეგი თუ არ იქნებით, თან გათამაშება სოკარის. კი ბატონო. პირველ რიგში რა დღეს აღნიშნავთ, დღეს რომ მითხრათ? თბილისობას. სწორია, სულ იქნება სამი შეკითხვა. სამივეზე სწორი პასუხის შემთხვევაში 10 ლიტრა სოკარის საწვავი გადმოგეცემათ. მეორე კითხვა არის თქვენი მოსაზრებით როგორ დაარსდა თბილისი? თუ ხოხბის ვარიანტს არ ვითანხმებით, თქვენი მოსაზრება მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ? ალბათ საჭიროებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგი ადგილი იყო და გადაწყდა, რომ დედაქალაქი ყოფილიყო და ყოფილიყო თბილისი. თვისგან მოძებული ადგილია ალბათ, ხო? მშობლობა დღეს ამასაც გილოცავთ. და ბოლო შეკითხვა, რამდენი ფერი არის გამოყენებული სოკარის ლოგოში? 3 ფერი. კი ბატონო, სწორი არის, გაბრიელ, უნდა მივუცეთ. ჩასაბარებელია. დამსახურებული 10 ლიტრი საწვავი სოკარისგან. მადლობა. კარგად. მოკლედ, პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან საინტერესო პასუხები იყო ყველა კითხვაზე. ეხლა უკვე ჩემი ჯერია, შემდეგ ადამიანთან მივალთ, შემდეგ პოტენციურ გამარჯვებულთან და ისეთი კითხვები გვაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, ყველა სწორედ გავგვცემს ამ კითხვაზე პასუხს და დასაჩუქრდებიან სოკარის გუნდისგან 10 ლიტრი საწვავით. ეხლა ავარჩევ შემდეგ ადამიანს და მივადგები და შევეკითხები ჩემ კითხვებს. შევარჩიეთ ეხლა შემდეგი იღბლიანი ადამიანები, ვინცაც აქვს შანსი რომ მოიგონ სოკარისგან საწვავი. თქვენთან მექნება რამოდენიმე კითხვა, 3 კითხვას დაგისვათ და 3 კითხვაზე თუ სწორად მიპასუხებთ, საწვავს გადმოგცემთ საჩუქრად. დღეს რას აღნიშნავთ? რა დღე არის? თეშოულობა, რა ვიცი, თბილისობა. კი ბატონო, მართალი ხარ? მეც გილოცავთ რავალს და ეს არის. შემდეგი კითხვა იქნება ესეთი: როგორ დაარსდა თბილისი? თქვენი აზრი მაინტერესებს. ხოხობის ამბავის გჯერა თუ თქვენი რამე ვერსია გაქვთ? არანაირად. ჩემი რამე ვერსია, კი, თბილისი როგორ დაარსდა და რამე იცი? არა. ხოხობი იყოს ესე, რა ვიცი. ანუ ვეთანხმებით ხოხობის ვერსიას. ვინ დაარსა? ვახტანგი. კი ბატონო. და მესამე კითხვა იქნება ესეთი: რამდენი ფერი არის სოკარის ლოგოში? 3, არა, 5, არა, 3. არა, 5. თეთრი და შავი. 3 თუ 5? 3. შეგიძლიათ ჩამოთვალო რა ფერებია? წითელი, მწვანე და ლურჯი.
ლურჯი. ამ შემთხვევაში მე მგონი ორივე იმსახურებს საჩუქარს და გადავცეთ ეხლა დამსახურებული საწვავის ტალონები. ერთი შენ, ეს 10 ლიტრე და ერთი შენ. მადლობა დიდი და მრავალ ზაეს არის. მადლობა თქვენც ასევე. აქ ქონდა შპარგალკა და ვერ დაინახე. წავედით ახლა შემდეგი ადამიანების გავახაროთ. ძალიან ბევრი ადამიანი არის წინააღმდეგი, როგორც კი კამერას ხედავენ, არ გვინდა არ გადაიღო და რას ფიქრობ ნიკოლოზ შენ რატო არის ესეთი დამოკიდებულება ხალხისგან? უბრალოდ ვერ იდება. სხვა რამიზეზე უნდა იყოს. 1000 კაცის კადრში ხვდებიან ყველა კამერით დგას და ყველა რაღაც ასიღებს და მინიმუმ რაღაც 10 ლიტრი ბენზინს რო იგებ უნდა გინდოდეს და ძალიან ბევრი უცხოელია, მაგრამ მინდა რომ ქართველებზე მოხდეს ეს გათამაშება და არა რუსებზე მაგალითად. ასე რომ არც მივდივართ რუსებთან, პირდაპირ ქართველებს ვარჩევ და ქართველებთან მივდივართ. წავედით მოძებნოთ კიდევ ვინ. აუ რამწვადია, ნიკოლოზ ნახე რამწვადი. გამარჯობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. წინააღმდეგი ხო არ ხართ ვიდეოში რომ გამოგაჩინოთ? ესე გათამაშება გვაქვს და სამ კითხვას დაგისვავთ. თუ სწორად მიპასუხებთ, ასე ჩუქდები. მცირედი საჩუქარია, მაგრამ სულ არაფერს ჯობია, ხო? მზად ხარ ესე იგი კითხვებისთვის? დღეს რას აღნიშნავთ, აბა რა ხდება? თბილისობის დღესასწაული. და ამიტომ არის ამდენი ხალხი აქ შეკრება. არის ამდენი ხალხი კი ბატონო. ყოველ თბილისობას გამოდიხართ ხოლმე? არა, არ გაიხა შენ მეგობართან ერთად ვარ, წვავთ რაღაცა. ხალისობ ჩვენთვის რა, ნაკლებად გამოსვლა და რაღაცა, ეგრე ნაკლებად რა. აჰა, ძალიან მადი საფუძვლელად კი გამოიყურება. გაგასიჯებ აუცილებლად. გადავიდეთ ესე იგი პირდაპირ შეკითხვებს. პირველი ეგ იყო, რა დღე არის და სწორი პასუხია ნამდვილად თბილისობა. კი, თბილისობა. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომელ საუკუნეში დაარსდა თბილისი? ორგასალმა დაარსა და სავარაუდოდ კი არა და უეჭველი მეხუთე საუკუნეში, ხო? მეხუთე საუკუნეში. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით და ბოლო კითხვა იქნება ასეთი, რამდენი ფერი არის სოკარის ლოგოში? სოკარის? 3. გახსოვს რა ფერებია? წითელი, მწვანე მახსოვს და მე მგონი ლურჯი იქნება. კი ბატონო. უცნაური ის არის, რომ აი აქ აქვთ პირდაპირ შპარგალკა, ასე ვთქვა და მინიშნება ქართულად თქვა და მაინც იბნევიან ხოლმე. აი წინ ქონდა მინიშნება, მაგრამ მაინც ბაზარი არა, ხო? მაგრამ ხო გამოუიცანი რა მახსოვს. კი, ნამდვილად გამოიცანი და გადავცეთ ნიკოლოზ დამსახურებული ცოტა ესე მწვადის სუნზე. მადლობა. საწვავი 10 ლიტრი საწვავი სოკარისგან და მრავალ თბილისობას დაესწარ. გაიხარეთ თქვენც ასევე და ეხლა მოდი მწვანზე დაგვეწვეთ. გაიხარე, მადლობა დიდი. დავაგემოვნოთ ნიკოლოზ. დავაგემოვნოთ. პირველ რიგში თქვენი სახელი რომ მითხრათ? დემო მე ნიკა მქვია, ის გაბრიელ მერაბიშვილია, მისი არხი აქვს YouTube-ზე. პირველი კითხვა. დღეს რა დღეს აღნიშნავთ? თბილისობის დღესასწაული. კი ბატონო. თუ გახსოვთ, რომელ საუკუნეში დაარსდა თბილისი? თბილისი მეხუთე საუკუნეში. კი ბატონო. და რამდენი ფერი არის სოკარის ლოგოში გამოყენებული? 3. ფერებისაც ხო ვერ ჩამოგვიწვით? წითელი, ლურჯი და მწვანე. კი ბატონო, სწორია, თქვენ გადმოგეცემათ 10 ლიტრიანი ტალონი პრემიუმი მანქანისთვის. კარგად ბრძანდება და დიდი მადლობა. დავასაჩუქრეთ უკვე რამდენიმე ადამიანი და ძალიან ბევრმა უარი გვითხრა ისევ და ისევ არ ვიცი. მაგრამ არ აუშვებ ჩვენ არ ვნებდებით ვაგზელებთ გზას, კიდევ შეხვდება და გავახარებთ რამდენიმე ადამიანს. მიდი ნიკოლოზ, ახლა შენი ჯერი. რამ ადამიანს ვკითხავს რა. გამარჯობა, თქვენი სახელი? გიორგი, გამარჯობა. სოკარის 10 ლიტრიანი საწვავის ტალონს გადმოგცემთ, თუ უმარტივეს სამკითხვაზე გუპასუხებთ. დღეს რა დღეს აღნიშნავთ? თბილისობას. კი ბატონო. ვინ დაარსა თბილისი? ვახტანგ როგასალმა. სწორია და რამდენი ფერი არის სოკარის ლოგოზე გამოყენებული? 3. სწორია. ესეც თქვენი დამსახურებული 10 ლიტრიანი ტალონი. ლავაზ დაესწრეთ, კარგად ბრძანებთ, მარიამობა დღეს მაგასაც გილოცავთ. კარგად იყავით. წავედით. ხო, დავაჯილდოვოთ ერთი ადამიანიც, სამა კიდე მოვძებნოთ შევიც. ძალიან მარტივად გაცა, ხო კითხვებზე პასუხი? უმარტივესა. ცოტა რთული იმაზე უნდა გადავიდეთ, მე მგონი, ცოტა რთულ კითხვებს. მაგალითად, არ ვიცი, მოიფიქრე, აბა რამე. ოქტავაში რამდენი ნოტია? გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება? დიახ.
რამდენიმე კითხვა ზაგისვა, გათამაშება გვაქვს სოკარისგან და თუ სწორად მიპასუხებ, საწოვის ტალონს მიიღებს საჩუქრად. კარგით. ყავს ავტომობილი? არა. მაგრამ მეგობარს ვინმეს ეყოლება, ვისაც გაუხარდება. ჩემს ბოს ყავს. აჰა, ძალიან კარგი. პირველი კითხვა ძალიან მარტივია, რას აღნიშნავთ დღეს, რა ხდება? თბილისობას აღნიშნავს და ხალხი იკრიბება ამ დღეს და ხო. კი ბატონო, ვინ დაარსა თბილისს? გორგასალო. კი ბატონო, ნამდვილად სწორი ბრძანდები. როგორ დაარსა ეგაც ხო არის? რამე შენი იდეა ხო არ გაქვს? კი თუ არა, უბრალოდ მარტივად პასუხი. არ მახსოვს. ეგ არაფერი. და და რაც შეეხება ბოლო კითხვას, შენ თუ გახსოვს, რამდენი ფერი არის სოკარის ლოგოზე? 3. კი, ფერებიც ხო არ გახსოვს შემთხვევით? აუ, მწვანე. ყვითელი და ყვითელი არ არის, კარგად დაფიქრდი, აბა. ერთ მინიშნებას მოგცემ, რომ ეს მინიშნება არის შენთან ძალიან ახლოს. ხო. აუ, ლურჯი. კი, მწვანე, ლურჯი და წითელი. კი ბატონო, მართალი ხარ, დამსახურებული საწოვის. აი ეს ჩემგან და სოკარისგან 10 ლიტრი საწოვი. მადლობა. მრავალზა ეს არის, კარგად. წავედით ნიკოლოს, წავედით, მიდი. აი ამაზე მინუს მივიღეთ ხა მაგალითად. გამარჯობა. წინააღმდეგ ხო არ იქნებით რომ ჩაგწეროთ. გამარჯობა, თქვენი სახელი? შოთა. დღეს რა დღეს აღნიშნავთ, რომ მითხრათ? თბილისობას აღნიშნავთ დღეს. ნუ ცოტა ამინდი ხელს გვიშლის, მაგრამ მაინც ვახერხებ და ნუ რა ვიცი, ნაყოფილი ვარ ასეთებს. კიდე ორ კითხვას დაგიშვამთ და თუ სწორად გამცემთ პასუხს 10 ლიტრიანი სოკარის ტალონი გადმოგეცემათ საწოლს. კი ბატონო, ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? ვახტანგ გორგასალო. სწორია და მესამე შეკითხვა, რამდენი ფერი არის გამოყენებული სოკარის ლოგოზე? თუ არ ვწდები 3 ფერი არის და რა ფერები არის? ეს არის წითელი, მწვანე და ლურჯი. სწორია. გაბრიელ, გადავცეთ დამსახურებული ტალონი. დამსახურებული ტალონი. მრავალზა ეს არის. კარგად. წარმოგავაგზავნოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. როგორ მოგწონთ გარემო აქაურობა? ძალიან კარგი გარემოა, შეაღლება და თქვენც? კი. ძალიან კარგი. რას აღნიშნავთ დღეს, რა ხდება დღევანდელ დღეზე რომ მთხრათ? თბილისობა, რავი, რაღაც გასართობებია და აქტივობები. აჰა, ძალიან კარგი. სოკარის გუნდმა გადაწყვიტა, რომ დღევანდელ დღესთან ესეთ პატარა გათამაშება მოვაწყოთ. უბრალოდ რამდენიმე კითხვას დაგისვათ, თუ სწორად მიპასუხებთ, სოკარისგან 10 ლიტრიან საწვავს მიიღებთ. თანახმა ხართ? კი. ვინ დაარსა თბილისს თუ გახსოვთ? ვახტანგ. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით. და ერთი ესეთ კითხვა მაქვს, სოკარის ლოგოში რამდენი ფერია თუ იცით? 3. რა ფერებია შეგიძლიათ ჩამოთვალოთ? თელი და ლურჯი. მწვანე, წითელი, ლურჯი. ერთ აზრზე ხართ ორი? ეთანხმებით ნამდვილად. აჰა, ნიკოლოს, მე მგონი დამსახურებულად ორივემ გაიმარჯვა და გადავცეთ ორივეს. აი ეს ერთი თქვენ, ერთი თქვენ. მრავალს დაესწარით, კარგად ბრძანდებოდეთ. ვარდი? მე ჩავწერე რა. ეხლა ვიხვეწებოდი, ხალხი ჩავწეროთ, თქო და კაციშვილი არ მოვიდო და რო აღარ დამრჩა ტალონები. რაღაც ჩავწერდი. მოგწონთ დღევანდელ დღე? მე ძალიან ბევრი გოგო შემხვდა, თქვენ რატო ვერ იპოვეთ? მე 100 გოგო გავიცან. გუში კაი. 200 გოგო გაიცნო დღეს? აცმაო, კაცი, 200 გოგო გაიცნო დღეს, გენაცვალე. მრავალ სულ თბილისობა უნდა იყოს მასში ყოველ დღე. რომელი ქუდი? ნაი, კი, ძალიან გინდა? აჰა. რაღაცია და აი შემოგიყვება. რავას დაესწარით, კარგად. ესე პოზიტიურად ვამთავრებთ. შენს გინდა რამის თქვა? აბა გისმენ. რა მიჩუქება, აღარ მეთქო, აღარ დამრჩა მართლა არაფერი. დღეს თუ გინდა რამის თქვა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, აბა მითხარ. როგორ მოგწონს? ძალიან კარგად. მოეშვი, ნუ ხარ დაძაბულ. რას აღნიშნავ დღეს რა ხდება? თბილისობა. გიხარია ძალიან? შენ თუ გახსოვს ვინ დაარსა თბილისს? ვახტანგ გორგასალო. ნამდვილად მართალი ხარ და რასთან დაკავშირებით ვიღებ დღევანდელ ვიდეოს? იცი, აი ეს ლოგო თუ გეცნობა? სოკარ. კი ბატონო, ნამდვილად. სოკარისგან საჩუქარი აღარ დაგვრჩა სამწუხაროდ, მაგრამ რაღაცა შეგვიძლია მოვიფიქროთ. რამე იდეა ხო არ გაქვს ნიკოლოს? რავი, ხა რა იდეა უნდა. წვადზე დაგპატიჟებ თუ გაგიხარდებათ? წავედით? წავედით წვადზე. კი. ესაც ჩვენი მწვადიც მოვიდა.
ეხა უკეთ რო გაგვეცნო, სანამ ცოტა მწვადი გაგრილდება. შენ სახელი რომ ითხრა? ალექსანდრე ცოცხაშვილი. რამდენი წელს ხარ? 11. გიყვარს ამ მწვადი? ისე რა. ისე რა გიყვარს? შენ საყვარელი საჭმელი რა არის? შაურმა. შაურმა. მარტო შენი არა, მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანს უყვარს შაურმა. მოდი, აღარ მოგაცდენ, მაშინ გემრიელად მიირთვი და მრავალ თბილისობას დაესწარი. მადლობა. კარგად. რამდენად კმაყოფილი ხარ ნიკოლოზ დღევანდელი დღით? მაყოფილი ვარ, ხალხმა გაიხარა, პირველ რიგში საჩუქრები დავარიგეთ და ბედნიერი სახეები ვნახეთ ხალხის და ნუ ბოლო ამბავი ხო ვაფშე მაგარი იყო რა. დამთავრებას ესეც ნამდვილად არ ველოდე. სრულიად დაუვიგმავად, რავი, აი ძალიან გავახარეთ ხალხი. კი, ხო ელემენტარული რაღაცა არის, მაგრამ აი რამხელა ბედნიერება გამოვიწვიეთ მათში, ძალიან კაია. ყველას გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და მომავალ შეხვედრამდე. აბადროებით. კარგად. Nice.